ეს შენ ზომაზე არ არის ჩემო ავტო გათვალისწინებული და ასე რომ როგორმე აქეთ მოგზავნე. მერტმა გაანათოს ჩვენი გარდაცვლილების სურვილი ჯარისკაცების მენაშეულობასთან მოხარებას. დიდი მადლობა მოგახსენებთ ბრძანებისათვის. საზოგადოება სამთელი. რატომ შეიძლება საზოგადოება სამთელი რა ხდება? ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი შემეკითხა პირადად მე რაღაცნაირად მინდა ჩემურად გავცემს პასუხი რომ ყველანი აქ მრევლის წევრები უმეტესობა, რომელიც ბრძანდებიან აქ, ყველანი უკრებებთ ეკლესიაში, მაგრამ ნაკლებია ურთიერთობა ადამიანებს შორის. ძალიან კაი საშუალება დღევანდელი დღეს თუნდაც რომ ჩვენ ერთად ვართ და ერთმანეთს უყურებთ და ცხოვრებაში ასე უნდა იყოს, ერთობა უნდა იყოს. მაგის გარდა პროფესორ თავი დავანებოთ ერთობა ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანების და ჩვენი მაღალზნეობრივი ცხოვრება, ჩვენი უმაღლესი დაშლების ჭეშმარიტი არსის გამოხატვა, მეგონი სულად ეთხოვა უფლის ნებას და ეს არის საზოგადოების პირველი დანიშნულებაც. აქედან მომდინარე არის უნდა მოუვიდეს ავტორიტეტმა ძროხის საზოგადოებრივი. მე მინდა მოგახსენოთ ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ურთიერთობა არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა. პირველ რიგში და ვიტყოდი რომ ქართულობა არის სულიერი მდგომარეობა პირველ რიგში და ეს სულიერი მდგომარეობა უნდა გადაეცეს ახალგაზრდებს. ჩვენ ვაპირებთ რომ საშუალო სკოლებში შევიდეთ, ბავშვებთან გამართოთ დისკუსიები, ლექციების სახით სხვადასხვა თემაზე, განსაკუთრებით ზნეობრივ თემაზე, განსაკუთრებით ჩვენი იდენტობის შესახებ, ჩვენი ისტორიის შესახებ. ყველა სკოლაში რომ თვალსაჩინო აქ ჩაერთვებიან თქონდა მამები, განსაკუთრებით მამები და მამამათეს, რომელიც ძალიან გულისხმობით ადევნის თვალს ჩვენ საზოგადოებას გვერდში დგას და ვხედავთ აქ სხვა მამებსაც და ჩვენ შევეცდებით რომ ასევე გამოვაკლოთ ესე იგი სკოლებში თქვი რომ თემატური ლექციები ზნეობებთან დაკავშირებით ისტორიის შესახებ კარგად უნდა იცოდეს ქართულმა ხალხმა საიდან მოვდივართ, სამდგარ და საერთოდ მივდივართ, ამაზე იქნება ძალიან სერიოზული ღონისძიებები, ასევე ჩვენ იქნება ტურები, ესკურსიები, როგორც ასეთი იყო მოვლოცველობითი და არა ტურისტული, სადაც ბავშვები იქნებათ საშუალება მოინახონ ტაძრები, ნახონ ის ადგილები, სადაც მოღვაწეობდა ჩვენი წინაპრები და ილოცონ, მოთამარე ილოცონ და შეავიდონ უფალსიერი და შეავიდონ თავიანთი ცხოვრება. ჩვენ ასევე ვაპირებთ რაღაცნაირად შევეცადოთ თქვენთან ერთად სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ფორმირება. ეს ის ტკივილი, რაც თემები არის, სხვადასხვა თემები, რომელზეც საზოგადოება შეეცდება თავის პოზიციას დააფიქსიროს, იმჯეროს ყოველ შემთხვევისათვის და რაც მივიდეს კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. ისეთ გადაწყვეტილება, რაც საათონო იქნება ღვთისთვის და ჩვენი ერისათვის, რა თქმა უნდა. ასევე ვფიქრობ, რომ საგაზეთო პუბლიკაციები ვაწარმოოთ, დაიწეროს სტატიები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზნეობრივ და ასე ვთქვათ ამ მაგალითებთან დაკავშირებით და ბავშვს ასეთი სამი სტატია, რომელსაც ჩვენ უცად გაზეთს მოვაწოდებთ და ვეთანამშრომლობთ ასე ვთქვათ პრესასთან, იქნება ტელევიზიაში სპეციალური გადაცემები ამასთან დაკავშირებით და სასურველია ყველა ორგანიზაციიდან იყოს წარმომადგენლები ამ ვთქვათ ამ საზოგადოებაში, რადგანაც თითოეული ორგანიზაციიდან ყველა თავის საკითხს მოიტანს, თავის თემას მოიტანს, შემდეგ ეს ამ საბჭოში და ჩვენს საზოგადოებაში ერთად ამას განვიხილავთ. აქ არიან მამებიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მარტო არა ვართ ამ საქმეში და მნიშვნელოვანია სპეციალისტების აზრით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოვიწვევთ ასევე სპეციალისტებს, გარკვეული სპეციალისტები, როგორც ბატონო ლევანი ბრძანა და ასევე საინტერესო იქნება და მნიშვნელოვანი იქნება, რომ არსებობს ჩვენ გვერდში მხარდაჭერა ჯგუფები. ასეთი შეიძლება არ იყოს ადამიანის წევრები ამ ჩვენი საზოგადოების, მაგრამ შეიძლება იყოს მოხალისეთა ჯგუფები, ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ახალგაზრდები, შეიძლება იყოს სხვა ადამიანები. და შევეცდებით რომ საზოგადოება ვიმუშაოს თავისი მიზნებით და მოსამართლებლად გამომდინარე. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. მადლობა.